რა შვებით ეს ვინ აყვავს? აბა ვის ველოდებით სტუმრად? ეს მე მგონი სტუმრები უნდა მოეყვანა ოთარიკოს. ხო და ოთარ. რა ქენი შენს თავზე რა ოთარიკო აიღე? თქვა მე მოვიყვანო. მე მაცადეთო სტუმრების მოყვანა, მე მაცადეთო. ახლა ჩემი დროაო. რა ვქენი და? დიდხანს გელოდიო? კიო. თქვენ რო ყავდათ მოყვანილი მსახიობები ხო გახსოვთ? რა თქმა უნდა. არაერთი. მე რო არ ვიყავი აქ და უჩემოთ რო ჩაწერეთ ერთი გადაცემა და თქვენი ჯგუფელები რო ყავდათ კურსელები, ჯგუფელები, ჩვენები. რომ ესე იგი ერთი დღე დაგტოვეთ და რომ მომიწყვეთ აქ მიზანსცენები გავიწყვიტეთ. აიწყვიტეთ ხო გახსოვთ? არა. რა არა მახსოვს. თქვენ ხო გახსოვთ? მე მახსოვს რა მახსოვს, აბა მახსოვს. ხო და მე დღეს გადავწყვიტე რომ ექიმებმა რა დააშავეს. კაი. მოიცა ერთი წუთი. ექიმებს მოვიყვან. არა ვართ კარგად და ექიმები დაგვაყენეთ თავზე? აი რაშია საქმე. არა ვართ კარგად? არა, პრობლემა რაშია, ნახეთ. როცა ცუდად ხარ, მაშინ მარტო რომ მაშინ გახსენდება ექიმი. მარტო მაშინ რო გახსენდება, არა? ცენ თვითონ პროფესია მოიცავს, მაგ შინას თავისთავად. ცუდად ხარ, ხო? არა, შენ გენაცვალე. აბა? ექიმს ყოველთვის უნდა ეკონტაქტო. ყოველთვის, იმიტომ რომ მსახიობებზე მეტი თუ არა, ნაკლები გართობა და ნაკლები სიმღერა და ნაკლები დაკვრა და ლექსის თქვა არ იცი. ნამდვილად, არა, ნამდვილად. მინდა გითხრათ, რომ მეც თათულიც და თამუნაც კვირაში ორჯერ ვეკონტაქტებით ექიმს ძალიან ახლოს. ოფიციალურად. და იყო დრო თითქმის ხო და მინდა რომ ახლა თქვენი სფერო უფრო ასე ვთქვათ გავაფართოვო ინტერესის ექიმების. ანუ უფრო ფართო გამოკვლევებზე გვიშვებ? და უფრო მეტი ექიმი უფრო ახლოს გაგაცნოთ და ამიტომ თუ ნებას მომცემს წარმოგიდგენთ. მომიცია. ჩემ დღევანდელ სტუმრებს მოგიცია. ოთარ შენ მე რამდენი კარგი ექიმი გამაცანი. როგორი მადლიერი ვარ იმ ფასში. ჩემი მეგობრები არიან. აბა ბატონი ჯონი ჯანაშია. კარგი. ალბატონი ნანა ციმცაძე. მერტოში. და ბატონი ლაშა ღლონტი ჩემი ხუჩა იგივე. ფანტასტიკური. მოგესალმებით. გამიხარი. ვაიმე მადლობა. ულამაზესი თვითონ. მადლობა. რა ხალხი. კიდევ ერთხელ მობრძანდით. ბატონი ლაშა ადრე იყო ჩვენი სტუმარი. დაგვატკბო, ის ალბათ ქალიშვილთან ერთად იყო მოსული. დაბძანდით. როგორ გეკადრე? დაბძანდით. იცი რა, მართალია. ოთარმა გვითხრა რომ ექიმები ჩემი კოლეგები მყავსო, სტუმრადო, ყავსო, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ მხოლოდ ოთარის კოლეგებად მოვიაზრე პატივცემულებს. ვფიქრობ, არა. არტისტები ყავს, სტუმრად, ოთარ, ბოლომდე მაინც ვერ დაგეთანხმე. საკმაოდ გამოცდილი სცენაზე, ეკრანზე. იცნობს მთელი საქართველო ამ ადამიანებს. ალბათ ნანას ლექსები, უამრავი ხო, წიგნი, ანუ რა ვიცი, მარტო ნანას ლექსებზე ჩემი სიმღერები. თქვენი სიმღერები და 80% შენი დაწერილია. პირველი ჩემი ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელმაც მედიცინას დამაშორა და გადამიყვანა, ასე ვთქვათ, დიდ სცენაზე, ეკუთვნის ქალბატონ. იმისთან რაღაცას დამაბრალე, დასაჭერიც გავხდები მალე. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ ქალბატონის, რომელმაც შეცვალა რადიკალურად ჩემი ცხოვრება. მე გენაცვალე. არიან ადამიანები, მოდი აქ გადმოჯექი. ბატონო, შენ ნაკლებად მიყვარხარ ხურაში. პირველად სცენაზე ბატონმა ჯონიმ გამომიყვანა. ნეტასად. ექიმები არ ხუმრობენ. ალბათ მღერიან და ხუმრობენ ექიმები. არა, ექიმები არ ხუმრობენ. ექიმები არ ხუმრობენ. სანამ ექიმები არ ხუმრობას დაიწყებდნენ, ჯონი ჩემთან მოვიდა ბამბანერკით და შამპანურით. და მივხვდი რომ რაღაც ძალიან საინტერესო ხდებოდა. 100 ავაწყეთ ექიმები არ ხუმრობენ, მე და ჯონი. სხვათა შორის მე მახსოვს ფილარმონიაში იმდენი ხალხი გროვდებოდა. ერთხელ მე ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა სხვათა შორის ერთ-ერთ თქვენს კონცერტზე და ჩემი მეგობარი ქალბატონი ნათია გუჯაბიძე სამედიცინო უნივერსიტეტის. რომელმაც თვითონაც მიიღო მონაწილეობა საახალწლო თვითონ და მისმა თეატრმა, თეატრი ჰიგია. ექიმი არ არსებობს.
მადლობს, ვისაც ამ კონცერტებში მონაწილეობა მიღებული არ აქვს. სხვათა შორის თეატრი ჰიგია ძალიან მიყვარს და ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი, სახალხო თეატრია უკვე. სახალხო, არაპროფესიონალური, არაპროფესიონალური. სადაც ექიმები თამაშობენ. ოთან როგორ სცენარისტურები მოგიყვანია? ჩემნაირი როგორი? არტისტულები. და ბატონ ჯონის რამდენი ფილმში აქვს ნათამაშები, ესეც ვთქვა. ჯონი რაცოც სამედიცინო სფეროს მარლონ ბრანდოა რა, სწორად. ჯონი სახალხო არტისტი. ნუ რა საჭიროა? ვერც ამ ხალხმა მოისვენა ერთ პროფესიაში, ხო? ვერ მოისვენეს, ვერ მოისვენეს. საერთოდ ყველაზე ინტელექტუალურები არიან დამეთანხმეთ ექიმები და ყველაზე მაღალი IQ აქვს. ეხლა ჩვენ ნუ ვიქებთ ჩვენთან. ჟურნალიები ამათ ვაცალოთ ეს ჩვენი ქება და. არა, შენ თვითონ თუ არ დაიწყებ, რა ერთი რა მართლა ფაქტია. ამათ ხო არიციან რომ ყველაზე მაღალი IQ გვაქვს ჩვენ. ყველაზე მომზადებული, ყველაზე ნიჭიერი მედალოსნები სამედიცინო საწყდებოდნენ, იმიტომ რომ ყველაზე პოპულარული სამედიცინო ინსტიტუტი იყო იმ. და მაშინ ოჯახშიც ასე იყო. ბებიები ამბობდნენ ექიმი, სამედიცინო უნივერსიტეტი. ჩემი შვილიშვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს. კი, ბებია ჩემიც ასე ამბობდა, მამა თქვენ ჩემიც თვითონ როგორ ხართ შვილების მიმართებაში? გქონდათ ეგ ამბავი? არა, პირიქით გამოუცხადე რომ სამედიცინოს რომელიც იტყვით რომ ვაბარებს ამაზე გაგიჭეჭყავთ თავს. გასცემ. კი, ასე იყო და არა, მართალია ეს, მაგრამ არანაირი დაძალება და არა. ანუ მემკვიდრეობით არ ჩაიარა, ხო? სიტყვიერმა დარიგებამ ჩაიარა ესე ქვია. ჩემთან ოჯახურმა ტრადიცია მაჯობა, მე იურისტებში ვარ, თრიანად, ბაბუიან, ბებიან, დედიან, მამიანად გაზრდილი და ეს გზა ირჩიეს. მოგლეთ შემოვდგით ფეხი, წყალობდეთ ღმერთი. აუცილებლად. დღეს თუ მარი ვარ მე თქვენი, თუ ზღვა მემართო სისხლის. ბატონი ჩვენ მიჩვეული ვართ ბატონი ოთარი სულ გვათამამებდა სერიალში ესეთი სადღეგრძელოები და ესეთი ჭერმეტყველები. მაგრამ ჯონიმ უკეთესი რეალური სადღეგრძელოები იცის. არა. რეალური. ჯონი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თამადა, ვინც კი ოდესმე მინახავს. და ვინც კი ოდესმე მომისმენია. გამორჩეული დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები. მოდით ახლა ლაშაზე გადავიდეთ. არა, მე ჩემზე რატომ მე ლაშა, როგორ დაიწყეთ სამედიცინოზე რომ სწავლობდით სიმღერა? როგორ აირჩიეთ საერთოდ? მე სამედიცინომდე მღეროდი, არა, ტრიო რო გააკეთეთ. ხო, სამედიცინო ტრიო, სამედიცინო უნივერსიტეტის ტრიო, კახაბერი შხნელის, ჩვენი დღეს არის სეფსისის ცენტრის დირექტორი. ვარი უწყობს ხელს რომ იმღეროს. კახაბერი შხნელის სოსო ბურდულაძე, ერთ-ერთი საუკეთესო ნევროპათოლოგი საქართველოში, ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ დღეს უკვე სოსობერია. მარტო სოსო აღარ არის. კი, სოსობერი. სოსობერი, ლენსტამბერი და ასე შემდეგ. ხო, და პირველად ჩვენი ტრიო შეიქმნა, ასე ვთქვათ, სამედიცინო უნივერსიტეტის კორიდორებში მღეროდით და მე აღმოვაჩინა ბატონმა ჯონიმ და დაგვაფრთია. ანუ ბატონ ჯონი თან საპროდიუსერო ნიჭითაც გამოირჩევა როგორც ჩანს. ჯონი ყველაფერში კი. ლუის ენრიკე. დამანებეთ თავს. ჯონი არა მარტო მარლონ ბრანდოა, ლუის ენრიკეა. ლუის ენრიკე, მაილს დევისიც არის. მაილს დევისმა იცოდა ხოლმე. ენიო მორიკონეც. ხო, იცოდა, მაილს დევისის აღმოჩენილია რამდენიმე დიდი ჯაზმენი. სხვათა შორის ჯონის აქვს ძალიან კარგი იდეები. უბრალოდ ვიღაცები ეკამათებიან და უშლიან ხელს ბოლომდე ფრთების გაშლაში და მე ყოველთვის ჯონის უჭერ მხარს, იმიტომ რომ ძალიან კრეატიულია. ხო, ქართველების ამბები. როგორ არის ყველას ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ჯონის აქვს საოცარი იდეა. ჩემი და ლაშას ტანდემი ყოველთვის მშვენიერების გზამკვლევი. დაწყებული ვენეციიდან ჯონი. რო არ მოყვე არ შემიძლია. არ უნდა მოყვე ხა. არა, ფასიანია, ეგ ფასიანი მოყოლა. გადახდილია. არა, მეც თუ არ მოვყევი. რატო გახდა ეს სიმღერა ასეთი პოპულარული ვერაფერ ვერ მოვისვენებ. მოკლედ ეგეთი ამბავია, ნუ ჯერ პირველი ლაშას გამოჩენა მოხდა ისეთნაირად, რომ პირველად უკვე ჩატარებული ქონდა 98-ში ეს ექიმების კონცერტი და დავიკუხეთ და ჩემი და მირეკავს რომ რესტორნის ამბავი. არა, ხო. ჩემი და მირეკავს ჯერ თქვენი გამოჩენა, ეს რომ ჩემი ჯგუფელი არის ერთი ძალიან კარგი გოგო და იმის ძმა მღერისო და იქნება მოусმინო. ეხლა დაიწყება მეთქი რა, ის სამგაკორზე იღებს და იქნება მოусმინო, წავა ეხლა ჩაწყობა, შეტენვები ისა და აგე თუ არ არის დიდი ნუ ერთხელ მითხრა, ორჯერ მითხრა და თბილისი урეკავს ჯანდაბას, ჩემი თავი, ხო ამათო ტრიო აქვთო და ამოუშვი ეგ შენი ტრიო მეთქი, თა რაღაცა ღონისძიება იყო, მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდი, ბატონი ამირანი გახლდათ.
მინისტრის მოადგილე და იმან თხოვა რომ რაღაცით შეგვივალას და ნუ ხო დამხრელიზე და სიტუაცია იყო ვიღაცა უცხოელი ხალხი იყო ჩამოსული და ხა თუ ამათან რაღაცა ვერ გააკეთეს არაუშავს და მოსულდნენ ეს პატარა ბიჭუნები გიტარით ხელში დაცხეს და რა დაცხეს სარკებიანი დარბაზიდან სარკეები ცვიოდა ეს ჩვენი ელჩები და მოძმე რესპუბლიკის მინისტრები ეყარნენ და იყო ძალიან დიდი ბედნიერება ბატონ ამირან გაპრილძეს ესენი ვერ წავართო ხელიდან იმდენი კოცნეს და 3-4-ზე სურათი უქუდოთ და სასტავში ჩაეწერა სამწა. და თქვენი ეჭვები გაფანტეს. რა თქმა უნდა. გერმანიაში ჩავედით, მილიონერების სასტუმროა მარტო იტალიაში ჩავედით, ვენეციასთან არის პატარა ქალაქი გრადო და მილიონერები ისვენებენ მარტო და ჩვენ. რომელთაც გვაქვს 20 евро ჯიბეში, გაჭირებულები, გაუბედურებულები და რამდენი დღე უნდა ხო ჩავედით, არა, გითხრა. აქ ხო ყველაფერი გადახტილია. თავის კრევეტები და რაღაცეები და შამპანურები 300 ევროიანი და ყველაფერი გადახტილია რა, მაგრამ პიცა რო გვინდა, ეს ის კატეგორიის სასტუმროა, რომ პიცა არ არის აქ. იმიტომ რომ არა, ცომეული კი არა, პიცა არის ნუ დაბალი დონეა რა და ჩვენ გვინდა იტალიაში ვართ პიცის გაზრდა და ფული არ აქვს, რომ პიცა ვჭამოთ არა და ბარათები დაგვირიგეს ამ რესტორანში კრევეტები რაღაცეები ყველაფერი შეგიძლია რომ გადა 20 евро გვაქვს და უფრთხილებით 60 ევროს რომ რაღაცა ისა და ბოლოს არის დიდი ბანკეტი. აი ძალიან დიდი ბანკეტი არის და ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და ინგლისელები მოვიდნენ თავკერძა ტიპები არავის რო არ ესალმებიან და რაღაც ასეთ ყველას რო ზემოდან უყურებენ და რაღაც ესეთ ტიპები შემოვიდნენ დასკნენ იქ ამერიკელები ფრანგები ისინი და ჩვენ ქართველები გაჯურებულები მივედით დავჯექით ახლა და ვიღაც პოლონელი მუსიკოსები უკრავენ რა რაღაც ეს იმაშებია და დავლიეთ ერთი ჭიქა დავლიეთ ორი ჭიქა და ჯონი იძახის რომ მოდი რაღაცა გიტარა მოვითხოვეთ და დაოცხეთ და ვისახსოვს ეშენი მუსიკოსები აბსოლუტურად ყველა მოტრიალდა და ადგა ერთი მილიონერი ვიღაცა რომელიღაცა უკრაინელი იყო ლატკი ხო აი ჩვენი იმის წევრი ამ დელეგაციის და დიდი სინი აიღო ესეთი თებში და დააგდო 100 евро მერე მეორე მიყვა, მერე მესამე მიყვა და სადღაც 5000 евро აგროვდა და ანუ რამდენი პიცა მოდის უხეთქეთ დათვლიდა. კი, ყველაფერი. ხო, ეხა პროგრამა როა, ყველაფერს დავთვალეთ და მოიტანეს ეს ისე რა ქვია, მომიტანეს მე რა და ბიჭო ეხა თბილისში რო ასეთი რაღაცა მე გამიკეთოს რაღაცა შეურაცხყოფას, მაგრამ აქ ეხლა რა აქვს თან საქართველოს გიყურებს და რაღაცა და თან 20 евро გვაქვს და 5000 евро მომიტანეს და პაატას გაგიჟებული იყურება გურთანიძეს. ნუ ხა ესეთი სიტუაციაა რა, რაღაცა ესეთი სიტუაცია და ავდექი და ქართული დელეგაციისგან მუსიკოსებს მეთქი და გაუგზავნეს 5000 евро და ბრავო ჯორჯია რო იგრია ლაიკა 20 ევროთი დაბრუნდი ხომერში ხო და ბრავო და ეს ინგლისელები წამოხდნენ და ჯორჯია ყველა ჯორჯია ფითქინა თეთრი ფეხებია იმ დღეს კონდა ლუჟი ნომერში იკითხე შენი ვაშკაცი რასვაშკაცო ფაქში რა დაქტოვებში ერი ამდენი ხო ალბათ მათთან მიღებული ფორმა ო, მაგრამ იქ ლეგენდებად წამოვედით ისე 20 ევროს. ყველა მიყავდა პაატან და დღესაც კი ამაზე ლაპარაკობ. აბა. ერთი ხო აი ოთარ სახა ძალიან კარგი ამბავია. ვერ გავავსებთ დიდ ისეთი კარგი შოკოლადია, ძალიან კარგია, იცით საერთოდ ენერგია. ჯერ იმღეროს, ჯერ აცალეთ. იმღერო ხო. რას მოგვიმზადა ყმაწვილა? სასურველია ნანას. შოკოლადის მოტანას ერთი პიცა მოგეტანა შეჭდა. რა ვიცოდი პიცა თუ ენატრებოდა. Вообще кайпонотია. როცა სამიღლონდი. ჩვენ უკვე დიდი ხანია სამი ჩვენ ხო ბრენდი ვართ უკვე. არის მართალია ორი ჩინურია და ერთი. ეს ადრე ძალიან გაყიდვადია, მოდი ვთქვათ. სადახარ შენზე ფიქრებში დამთენებია. ეს მონატერების უძილო ღამებია. ნედავესლები უშენო საითმინია. რამდენჯერ მინდა გაკოცო არა დამითვლია. მერე ფასიანია.
ხო. ჩვენ ვიცით ზეპი რაც მაგრამ არ რაღირს რა. რაღირს ნანა ადგენს ტარიფებს. დათო მირეკავს და მეუბნება რომ აიო ძალიან კარგი ბიჭია ლაშაღლუნტიო და დაუწეროთ სიმღერო. ბაზარი არ არის მერქე. ხა დათოს აქცენტა არჩვაძე. შევლად ამერიკოს 5 საათზე და მკითხოს გძინა აქვს და შემდა უთხრა არა აუცილებლად. ნუ როგორც არ უნდა ხდებოდეს. არა ვეუბნებით. მოგეთნა დავწეროთ, მაგრამ მოხდა ისე რომ გრაფიკიდან გამომდინარე რაღაც პერიოდი ვერ შევხვდით ერთმანეთს. ხონდა მე სულ სხვა მიზეზის გამო მივდივარ დათო უგრხელდეს სტუდიაში. არ არისო შუქიო, გზაში ვიყიდე შავ პარკში მანდარინები, რომ თუ შუქი არ არის გავერთობით და დამხვდა დათო. იცი რაო, ლაშა მითხრაო, ღლუნტმაო, შენი მინდა ლექსიო, რომ ვერ ვნახა, მე რაღაცა გაუკეთებია და მოგასმენინებო, დაიწყო და დათო მეუთხარი და ლაშას ეგარ მისცე მეუთხარი. არ იმღერებს და დათო როგორია, იცი, რასაც ეთქვი, ეგრევე გადმოვა შენ იმაზე და დაგიჯერებს. მართალი ხარო მითხრა და დავიწყე იქვე წერა. ნუ ხა ავთოვანებული ლოვიჩს ეძახდა ვაჟა აზარაშვილი. ყველაფერზე გიждდება და აუ რა მაგარია და ეგრევე დარეკა ლაშასთან. ნუ აშა მოისმინა და მოგცა უფლება. გააგრძელეთო. მე გაგრძელება ამ სიმღერას როგორი, ნუ დავიძინე, გავიღვიძე და ქუჩაში გამოვედი, ხალხი მიყურებს, ბიჭო, მეთქი რა არის, ან თასმები მაქვს შეუშევა, რაღაცა და წავიდა და ნიუ-იორკში პირველად რო ჩავედი, აეროპორტში დამხვდა დაახლოებით 100 კაცი და უცებ ვერ მივხვდი ამდენი ქართველი სადმე ფრენავს მეთქი რა, უცებ ვერ მივხვდი. თურმე მე მხვდებია. და მე უკვე 15 წელია რაც ეს სიმღერა დაიწერა და ძალიან ბევრი ოჯახი შეიქმნა ამ სიმღერაზე. ძალიან ბევრი ოჯახი და ეხა უკვე მოყავთ 10 წლის ბავშვები, 15 წლის უკვე ბავშვები აღარ არიან და რა ვიცი, მოკლედ ერის დემოგრაფიულ პოლიტიკაში ამ ხალბატონს დათო არჩვაძეს და მე გარკვეული წვლილი შეიტანა. მოგეთ შენ გაგიმარჯოს ლაშა. ერთად ნანა, დიდი მადლობა. ვერ იქნებოდით მე და დათო. მე ვერ ვიქნებოდი ვერაფერი შენ რომ აი მე რატო დგება ეს ადამიანი ხალები არ დგებიან არა იცი რატო დგება არა მე ვიცი რატო დგება შინაგანად რაღაც სინდისი სქენჯნა აქ რო გვარი წამართვა და ჩემოთარ დიახ გენაცვალე ალავერდის მადლი შეგეწიოს დათა თუთაშხიაში ესეთი ფრაზაა დათა ამბობს ლამაზად ლაპარაკი უყვარვეო ეფემია წინამძღვარს სამთლის ნაღვენთი ხომ თავისთავად მშვენიერება და იმ მშვენიერებასაც მოგვაგონებს ასე ლამაზად როცი მციმებდა ვატრე და ეხლა სიბნელის შემანგრეულ ძალას წარმოადგენდაო სილამაზის საფრთხეზელო მინდა აი ამ არაჩვეულებრივი ქალბატონების სილამაზის ამაყი აღარ ადგე ხა შენ მოდით ეხლა მამაკაცები და ქალბატონები არ გაიძრეთ ეგრეა წესი ღმერთმა დაგლოც ადექიკო მადლობთ რა კარგიო, რა ბედნიერები არის. როგორ ატიათ არასოდეს გადმობრძანდეთ თქვენი ბოლოსკოპები. ძალიან დიდი მადლობა. პირველ წიგნზე მინდოდა მეკითხა, მე აი ქალბატონ ნანას, როგორც ვიცი თქვენი პირველი წიგნი ეძღვნება სამედიცინო სფეროს, მკურნალობა საოჯახო პირობებში. ხო ასე ქვია? ასე ქვია ჩემს. და რო გვესაუბროთ ამ წიგნზე. სიამოვნებით. დეჩემი იყო, გითხარით წეღანი იურისტი თქო და არასოდეს ხმისთვის არ აუწევია, მაგრამ გეტყოდა ისეც, რომ ნუ უჯობდა რომ ხმისთვის აეწია. მაგალითად, მესამე კურსზე ვარ და არ ვიცი როგორ მაკვირდებოდა ბაბუარესპურგის პროკურორი გახდა და მაშინ იყო ცეკას ატელია და ატელიე. და დეჩი მეუნება რომ რო გაკვირდებიო შენო მითხრა ბაბუა შენის ცეკას ატელიეში შეკერილ ფეხსაცმელებს, ლექსების წერას და კომკავშირს ერთად დაანებეთავიო. ნუ ხა გასაგებია უკვე დედიკო როგორია და მოკლედ დავამთავრე ინსტიტუტი ასევე წითელ დიპლომზე და მოკლედ რაღაცებს ვაკეთებ და არ მიყვარს ბევრი წამლის გამოწერა. და ერთჩენი ერთ საღამოს ეთყობა ამასაც კი აკვირდებოდა და მეკითხება რომ წამლების გამოწერა თუ ვერ ისწავლეო მითხრა შეგიძლია ამოწერო და ესე გააკეთო და იმენად იმოქმედა ამან ჩემზე რომ ვაჩვენე ამ სწორედ მაგ წიგნით რომ რაც ნაკლები იქნება წამალი და მეტი იქნება ბუნებრივი ნივთიერებები უკეთესია და სხვათა შორის გამომადგა ეს ასპირანტურის სწავლის დროსაც როცა ვსწავლობდი რომ აი შემეთავსებინა გარკვეულწილად რაღაცა ეს სცენარები და ყველაზე კარგი რა იყო ახლა მეკითხებიან სცენარეზე როგორია რაღაცა აზრზე არა ვარ მარტო თეორიულად ვიცი მაგრამ მე იმდენად ნაკლები კავშირი მქონდა აი ბუნებასთან თუ ამ სცენარებთან რომ არ ვიცოდი
ასე რომ ეს ციგნი იყო აი ამ ასე დაიწერა ეს ასე ციგნი. დაიწერა. ძალიან საინტერესოა. რამდენი წელს წინ იყო სამედიცინო ინსტიტუტის უნივერსიტეტის იუბილეი იყო? 80 წლის თავი. 90 თუ 80? შერასაწყობი 80. 80, ხო. შერასაწყობი 80. ფილარმონიაში ვაკეთე. ფილარმონიაში 80 იყო, 80. მაშინ თქვენ რომ ეხლას დაფრინავთ, მაგრამ მაშინ ვაფშე დაფრინავდით და ძალიან იყო და ნუ ოთარის გამოჩენაზე ქუჩაში ქალთა ტრავმატიზმი რო იზრდებოდა, ცვიოდნენ ქალები და ოთარი და რაღაცა და აი ესეთი ოთარი ერთი ახლაც გავიგე. მაშინ იმის მერე გახდა საეჭვოდ ოთარი. ხო, და იმის აი ესეთი ოთარი გამოვიყვანა. მაშინ გახდა საეჭვოდ. და დაიკლო გადააბრეხო ზონაში. იცით? რა. ნუ ეხა მიდის ლაპარაკი რაღაცა სცენაზე იმპროვიზაცია. გოგი, რო ელაპარაკება, გოგი, თურმე ის გოგი მე ვყოფიო. გამიგე? და გამოაცხადა იქა და რამხელა ტაჩი წამოვიდა ჩემზე რო იცოდეთ. კიდევ ერთი სცენაზე ვთქვი. რაღაც მონოლოგი ვითქონდა და იქ ჩავაქსოვე რომ ერთი ამბავი ჯონი ჯანაშია მეთქი. ლექსი რო წაგვიკითხოთ, არ გნება? დიდი რა. ხა სამედიცინო თემაზე ნუ მომთხოვთ და ბუნებაზე წაგვიკითხეთ. თემაში არჩიეთ ბუნებაზე გზისპირას წვიმის წვეთები სიმღერის ხმაზე მეტია. მე წვიმას გარეთ შევხვდები, შენ უდამიშლი ხეტიალს თმაში უღრება თქეში და მეც საალესოდ ხელდები. კაბაშის შეძრა ქვეშიდან წელზე მომხვია ხელები, ცისარტყელაზე მარწია, ღრუბლით შემიშრო ცრემლები, ნეტავი რისი ბრალია რომ საალესოდ ხელდები, ისე შემიჯდა სხეულში რომ დამავიწყა რაც იყო წვიმა, მამრია გრძნეული დღეს სარეცელი გამიყო. ბრავო, ბრავო. ძალიან კარგი. დაგითხრიათ დაახლოებით რამდენ ტექსტზე, აი რამდენი სიმღერაა გაკეთებული თქვენ ტექსტზე. ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი იქნება ასეთი. შეიძლება არც დამიჯეროთ. ოღონ იგულისხმება ბავშვების, დიდების, ნუ აბსოლუტურად. ნუ 1000-მდე რო დავთვალე, მე გავჩერდი. მართლა? ნუ 1000 არა უბრალოდ. ეს 1000 ჩვენ უნდა ვიცოდეთ. აი თელი არა, რა თქმა უნდა, აქ მესამე, ნუ სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობდა. უბრალო მომენტს გეტყვით. მაგ ადამიანს კი არა, სიმღერასაც, ლექსსაც აქვს ბედით გოვიძახი. მაქვს ერთი ლექსი, ისევ მინდა გაზაფხული, ისევ მინდა მაისი. ამ ლექსი არც ერთი კომპოზიტორი არ დარჩა, რომელსაც არ აქვს გაკეთებული სიმღერა. პირველად ვინ სიმღერა? ეს სიმღერა ეს იყო ზურა კობეშავიძე. ეს იყო პირველი. ამის მერე ჯუმბერ ამანათაშვილი, ნუნუ გაბუნიან. მოკლედ აი არ დარჩა და რა შეეხება? ერთ ლექსი, აი ლექსსაც ბედი აქვს, ხო? ნინო ჩხეიძე ის კიდევ ეს უკვე ქალაქური მასში, ხო? უამრავი გია სურამელაშვილი და საერთოდ ესე იგი თუ კი ფილმი არსებობს ქართულს და არის ყველაზე საინტერესო მომენტი რა, ყველა მირეკავს მე. ვინაიდან ამდენია მეკითხებიდან მიმღერო, თითქოს მე ვიყო ჯორი ჯანაშია პროდიუსერი. მე პასუხობ შეიძლება. ეხლა თარგმანზე მუშაობს ელტონ ჯონი. კი, უკვე გაკეთებული აქვს. ერთი ტირი გააკეთა. ეს ისევ მინდა გაზაფხულზე? აი არ არის უცნაური? და ყოფილა ეგეთი, აი ვინმე კონკრეტულისთვის, აი წინასწარ აი ამოგიჩემებიათ, ასე ვთქვა, ჩემსრულებელი, რომ აი მისთვის დაგიწერია. არა, ასე არა, იცი რა. ჯერ ერთი არიან შემსრულებლები, ვინ ძალიან მიყვარს. ხო. ხა მე აი თეატრალური კვარტეტი ალიბო. ხო, აი, ნუ არ ვიცი ხა. მე რა არის, არის კიდე ერთი მომენტი. მე მაგ დამოკიდებულება ადამიანური. მე უნდა მიყვარდეს თვითონ პიროვნება და მე მიყვარს იმისგან გამომდინარე ხო ყველაფერი და ხა ისე მიყვარს ეს საზიზღარი და ისე მიყვარს იგივე ამათი ბიჭები ხო და სიმღერები მიყვარს ამათი ჩემ ლექსებზე აი თუნდაც ცაზე გალეული მთვარია სამგლე გვიმღერე რა არა გეხვეწები მომაყოლეთ რა მე დავდივარ მარშრუტით ზოგადად ან ავტობუსით მეც აუ გამარჯობათ ქალბატონო დავდივარ ეხა ერთხელ მითხრა ერთმა ქალბატონმა რაღაც ძალიან ძვირი აქეთ ყველაფერიო და მე ვთქვი მე ბაზარში წადიდი და მიაფია ხო და ტაქსით უნდა წავიდე უნდა წამოვიდეო და მამაქვს ავტობუსით წადი მე ვთქვი და მე ღირსების საქმეა აი ხო და თუ ღირსება ჩემი ის არის მე რითი დავდივარ მაშინ მე ღირსება არ მქონია საერთოდ მოკლედ რა ხო და ნუ რა ვიცი ღირსება ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცაა და დავდივარ ამ ჩემი ავტობუსით და ერთხელ ჩავჯექი მარშრუტკაში და ვისმენ ამ სიმღერას და გიშდები. ჩავჯექი ავტობუსში ვისმენ. კიდე აუ როგორ მინდა. აი ისე გულიმწყდება რომ მე არა ვარ ამ სიმღერის ლექსის ავტორი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მინდა რომ მე ვიყო.
მირეკავს ნატო თოთიბაძე და მეუნება. აი ჩვენი სიმღერით საზეგალოელი მთვარეაო კლიპის პრემიერაო, მე რა დამემარცხებოდა აღარ მოუყვები ამის მერე. რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან დიდი პატივია და სიხარულია და ეს არის ბედნიერება, რასაც ქნით იმას, რომ ამიჯერეთ, რომ მართლა ბედნიერებაა. რამდენი ხანია რაღაც საოცარი დიდი სურვილი მაქვს, რომ არა, მანამდე გადაცემაზე არა, თქვენთან რაღაცნაირად მოგახლოვებოდით და ხაცა შეხება მქონოდა, იმიტომ რომ წლების შემდეგ მადლობას გეუბნებით. იმ საოცარი საღამოებისათვის, რასაც თქვენ მთელ თბილისს, საქართველოს და ბატონო ჯონი, თქვენ როგორ გილოცავთ ჩვენ დაბადების დღეს? აუ, ეს ჩემთვის ცალკე ისტორია. წელს შენახული მაქვს ეს პირადი, აი არ ვიცი, საოცარი სადღე გძელოდა ალოცვა, დიდი სიყვარულის გამჟღავნება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ხო და აი მინდა რომ ცით რა არის ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როცა სახში მოგიხარია, რომ რაღაცა კარგი წიგნი გაქვს წასაკითხე. ან რაღაცა აი საჭმელი გელოდება და ამას რომ და ეკრანს რო ელოდები, წუთებს რო ითვლი და ის რო არ გადის, აი 5 წუთში იწყება, ეს 4 წუთში იწყება. როგორც ფეხბურთს ველოდებოდით ახლა. კი ბატონო და ხო და აი მართლა ყველაზე ჩემო ლამაზებო, ჩემო ძალიან მიჭიერებო. გაგიმარჯვეთ თქვენ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხება მაქვს თქვენთან და მე მოდი სულ თავიდან დავიწყებ, იმიტომ რომ კოხი არის ჩემი მეგობარი, ჩემი სტუდენტობის მეგობარი, ჩვენ ერთმანეთის მოკიშპები ვიყავით კავენების დროს. ჩხუბობდით? კავენში ხიარუთა და საზრიალთა კლუბში და იქ დავმეგობრდით, კი, ჩხუბია. მუსტიკი არ დაგვირწია ერთმანეთის. სცენაზე მიდიოდა პაექრობა. პაექრობა მიდიოდა უმაღლესი დონის და იქ დაიწყო ჩვენი ამბავი. გაგიმარჯოს. ღმერთმა სულ ჯანმრთელი და ბედნიერი გამყოფოთ ჩემო ძალიან არ მოგაყოლო ასეთი მადლი და გამფასე ყველა გიცნობთ თქვენ არ გვიცნობთ ჩვენ ძალიან თქვენთან ყოველი შეხვედრა სულ ესეთი დიდი ზეიმი ყოფილიყოს ის გახსენებას რო ტრიალებს ის კადრები ეს არის ძალიან კარგი ამბავი. დილით ადრე ვაღვიძებთ საქართველოს და ღამე ძილისპირული ჩვენებად. ძილინებისაც და ჩვენებად. მე გარდა ამისა ეს თქვენი გადაცემა რომელიც აი ესე ეფერება სულ ყველას და მადლობა, მეტი რა გითხრა. ვცდილობთ რომ ყველას მოვეღოთ. გაიხარეთ. და როგორც ჩვენ სამინისტროს ქვია, აი ესე დაგლოცავთ. ისურვებთ ჯანმრთელობას და სოციალურობას. მადლობა. დასაქმებულად ხარ. შენ თუ დასაქმებაზე კიდე საწუწუნო გაქვს და აღარ არა ცხელია. არა, ამათ უსურვებ. ამათ. ჩვენ მსახიობი განსაკუთრებით ჩემთვის რა არის ხოლმე მნიშვნელოვანი, აი, როცა გოგას ხედავ თეატრში. რა მგონია რომ მე ფილმის და თქვათ სერიალის გოგას კი არ უყურებ, აი ჩემი ძალიან ახლობელია და რა კარგია რომ ეხლა აქაც ვხედავ. ბედნიერება როცა არ მთხოვენ რომ ვიმღერო და ვილაპარაკო რა, ვილაპარაკო. გვიმღერე ერთი გვიყვარს ეს შენი სიმღერა და რა იყო. დედა რა თქვენი ვიმღერო. სიმღერა როგორ გვიყვარს ამაზე ძალიან ავეჯი გადამადგმევინეთ ხო, ხო არ თხოვ შეგაცო. ბევრი კარგე შენზე ლურჯი ოცნება მაგრამ ყველა ოცნებებად მრჩება ვიცი გარგო უკვე დამაგვიანდა შემოდაგო მადაგება შემოდაგო მადაგება ვიცი გარგო უკვე დამაგვიანდა შემოდაგო მადაგება შენ რომ დიდი იქნები მე რომ აღარ ვიქნები დამასიე ფიქრები როგორც თოვლის ფიფქები შენ რომ დიდი გახტები შინ რომ აღარ დაგხვდები სხვას რომ ვერას გავხდები სულში ჩაგისახალდები როცა შენ დაქალადები როცა მე გავქვავდები ისე არ დამთავრდები ისე არ დავაღამდები იქედან არ გინათო ხშირად განაძვირადო მერე უფალს იმას თხოვ გადავიგაცე
ირმადო გადავიქცე ირმადო ბრავო ბრავო რაჯობია ეკივებთან ქეის, მაგრამ არ ვარდიხარ არაფერში შეიძლება. დაგლოცავთ აი თქვენი ნიჭიერებით, თქვენი გემოვნებით, თქვენი ქართველობით და თქვენი ღირსეული ადამიანობით და ყველაფრით. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხართ. მადლობა. მადლობა თქვენ და ვუსურვოთ სერიალს გაგრძელება. მადლობა. მეც მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ქალბატონ ნანას, ჩემ ბუთკუჩას და ჯონი ბიძიას. იმისთვის რომ დღეს ჩვენი სტუმრები არიან. თქვენ ხართ იქ რეიტინგია, სადაც თქვენ ხართ იქ ნიჭია და ზეიმია ხელოვნების, მედიცინის, თქვენ გაიხარეთ, ჩვენ ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. გაგიმარჯობა. გაგიმარჯობა.